ნებართვა შეაჩეროთ და ჩვენ გაძლევთ პარასკევამდე დროს, რომ შეჩერდეს ეს მშენებლობა. მიმდინარეობს აქტიურად მშენებლობა და შემდგომ უფრო სრული გადაწყვეტილება იქნება, რომ ანაზღაურდეს ის ზარალი, რაც ბულვარს ადგება. ამიტომ თქვენ გაქვთ ეს უფლებამოსილება, ეს ძალაუფლება, რომ შეაჩეროთ ამბასადორის მშენებლობა და ბულვარის საკეთილდღეოდ, ქალაქის საკეთილდღეოდ მიიღოს გადაწყვეტილება. არასდროს ჩვენ შემოვიდეთ საჩუვარი. პირველ რიგში შეჩერდეს მშენებლობა და შემდგომ საჩუვარი და მოახდინოთ ნებართვის გაბატილება. ეს ნებართვა გაცემული არის ანაზარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და ქალაქის საწინააღმდეგოდ. მოგმართავთ წინადადებით, დაიწყოთ აქტიურად, შეისწავლოთ აღნიშნული საქმე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება გააბატილოთ. ჩვენი საჩივარი თუ დაინტერესებულია მართლაც უნდა გქონდეს უკვე ინფორმაცია რას ვასაჩივრებ, რა ვფიქრობთ რომ არის დარღვევა. პრინციპში ამას ბევრი ფიქრი და იურიდიული განათლება არ ჭირდება. ვიცით რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიმცხეში სასტუმროს აშენება, რეაბილიტაცია ვერ იქნება. ეს არის ცინიზმი, ეს არის ადამიანის მოტყუება, ქალაქის ამუჩა დაგდება და ამიტომ ძალიან გთხოვთ დროზე გააკეთოთ რეაგირება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დღესაც ხდება, ანუ ის რომ იქ კიდევ ინვესტორი აძლევს თავს უფლებას, რომ რაღაცა თავისი ორი კაპიტი ჩადოს, იმიტომ რომ ორი რამდენიც აქვს მილიონები, იმისთვის რომ მე ამით კიდევ უფრო გაძლიერებულად და გაგვეთქიმოს, ამაზე პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ და უნდა იცოდეთ, რომ თუ და ნამდვილად აქ კორუფცია დადასტურდება, ჩვენ არ გადავიხდით ამ ფულს. ეს არ იქნება სახელმწიფოს გადასახდელი, იმიტომ რომ სამართლებრივად შეიძლება მოიგოს ბიზნესმა. ამ ფულის სანაცვლოდ თქვენ აღმოჩნდებით დაპატიმრებულები და ციხეში, იმიტომ რომ ეს არის კორუფცია, სხვანაირი, არანაირი გამართლება ამას არ აქვს. ანუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ ქალაქის წინაშეც და თქვენი ოჯახის წინაშეც, იმიტომ რომ თქვენ საზოგადოების და ხალხის სახელით იღებთ ძალიან ცუდ და საზოგადოებისთვის საშიშ გადაწყვეტილებას. მე არ მინდა და არ მივესალმები, რომ ქალბატონი იყოს ციხეში, მე ეს არ მჭირდება. მე მჭირდება თავისუფალი ქალაქი. ამიტომ არც ის მინდა, რომ ქალაქმა გადაიხადოს მერე ფული იმაში, რაც არ არის გადასახდენი. ჩვენ ისეთ ბევრი გამოწვევა და პრობლემები გვაქვს. ამიტომ ნუ გვაიძულებთ და ნუ შეიყვანთ თავშეცდომაში და ვიღაცა კონკრეტული ადამიანების ამბიციების დასაკმაყოფილებლად ნუ გაიხდით თავს ძალიან ნუ ჩაიგდეთ რა ცუდ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ გეუბნებით. ისევ თქვენი ოჯახისთვის, ისევ თქვენი ქალაქისთვის, ისევ თქვენი ავტორიტეტისთვის აჯობებს, რომ დღესვე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. არ დაელოდოთ პარასკევს. ჩვენ აქ ყველა დღე ვივლით და უფრო მეტიც, თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას ამ არტიკვირის ბოლოში, ანუ ამ არტიკვირის შინით არ მიიღებთ, ჩვენ იძულებულები ვიქნებით კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მივმართოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავფრთხილებ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გულშემატკივარი ისე გეუბნებით. ნუ გაერევით კორუფციაში, იმიტომ რომ ჩვენ ამას ბოლომდე მივყვებით. ბოლომდე. არ ვიცი, შეიძლება ეს საერთაშორისო დონეზეც მოხდეს და მოუწიოს ქვეყანას გადაიხადოს ის ფასი, რომელსაც დღეს თითქოს იხდის ძალიან ცუდი ვითომ ინვესტორი. ნუ მიიღეთ ამაში მონაწილეობას. მე მინდა რომ ეს რჩევა მოხდეს და გადავფრთხილოთ.
მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით აჭარის განათლების სამინისტროსთან. აქ შეკრებილები არიან ორგანიზაცია ბათუმის და საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც აპროტესტებენ ამბასადორ ბათუმის მშენებლობას ბულვარში. ისინი მოითხოვენ, რომ შეიცვალოს გადაწყვეტილება, შეჩერდეს მშენებლობა და შეისწავლოს საქმე ზემდგომა ორგანომ, განათლების სამინისტრომ, გამომდინარე იქედან, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელმაც ნებართვა გასცა მშენებლობაზე, შეიტანა ცვლილება 4 სართულიანი შენობის მშენებლობის პროექტში და ნებართვა გასცა 16 სართულიანი შენობის მშენებლობაზე ბათუმის ბულვარში ძეგლის ტერიტორიაზე. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სტრუქტურულად ექვემდებარება განათლების სამინისტროს, სწორედ ამიტომაც მოითხოვენ აქციის მონაწილეები განათლების მინისტრისგან საჩივრის განხილვას. მათ რამდენიმე დღის წინ საჩივრით მიმართეს მინისტრს და სთხოვეს, რომ შეისწავლოს ნებართვის კანონიერება, ხოლო ვიდრე შეისწავლის მანამდე გააჩეროს მშენებლობა იმისთვის, რომ ძეგლი არ დაზიანდეს და ზარალი არ იყოს უფრო დიდი, ვიდრე ვთქვათ შეჩერებით, მშენებლობის შეჩერებით იქნებოდა შესაძლებელი. ნათია, ბათუმელების ლაივში რომ გვითხრა, რატომ მოხვედით განათლების სამინისტროსთან და რა სიტყვით მინისტრისგან? განათლების სამინისტროს მინისტრს აქვს უფლებამოსილება, რომ შეაჩეროს ნებართვა, შეაჩეროს მშენებლობა, ჩვენ გავასაჩივრებთ პარასკევს აღნიშნული ნებართვა და ჩვენ გვაქვს ორადორი მოთხოვნა. პირველი, ბათილაცნოს ნებართვა, რომლის საფუძველზეც სააგენტო უკანონოდ მიცა მშენებლობის ნებართვა ამბასადორ ბათუმს და მეორე მოხდეს მშენებლობის შეჩერება. მოგესალმებით, ახლა აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც აზიანებს ბათუმის ბულვარს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და თუ ამ მშენებლობას არ შევაჩერებთ, კიდევ უფრო დიდი ზარალიც შედარდება სახელმწიფო და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურების და მეტი, ესე რომ ვთქვათ, დაზიანებას მიიღებს ბულვარი. ამიტომ მინისტრს ვაძლევთ პარასკევამდე დროს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება შეჩერების და შემდგომ უკვე შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტაცია, მას აქვს ერთთვიანი ვადა, რომ შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტაცია და მოახდინოს ნებართვის გაბათილება და თავისთავად შესაბამისი პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაკეთება. რა არის თქვენი გეგმა, თუ მინისტრი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და მშენებლობას არ შეაჩერებს? ჩვენი გეგმა არის, რომ თავისთავად მიმართავთ სასამართლოს გზით მოვითხოვთ შეჩერებას და შემდგომ თავისთავად პარალელურად მიმდინარეობს აქტიური, ესე რომ ვთქვათ, სამოქალაქო პროტესტი. ჩვენ ყოველდღიურად გვეხმიანებიან არა მარტო ბათუმლები, არამედ სხვა მოქალაქეები, რომ ბულვარის დასაცავად მზად არიან და ჩვენ მიმართავთ უკვე აქციებს და სხვა სამოქალაქო პროტესტის ფორმებს. მადლობა. ეს იყო ნათია აფხაზავა, ორგანიზაცია ბათუმის წევრი და ასევე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელიც აპროტესტებს ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობას და პერიოდულად მართავს აქციებს. ასევე მოამზადეს პეტიცია, რომელსაც 5000 მამოქალაქემ მოაწერა ხელი. ეს პეტიცია საინიციატივო ჯგუფმა უკვე შეიტანა სამთავრობო სტრუქტურებში და მოითხოვა მშენებლობის შეჩერება. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში დაწყებულია უკვე მშენებლობა, 4 სართული არის აშენებული, ხოლო მას შემდეგ რაც უკვე გაიცა 16 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა, პროექტში შევიდა ცვლილება, 1 სართული ისევ დაემატა და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მიმართა საინიციატივო ჯგუფმა განათლების მინისტრს და მოითხოვა გადაწყვეტილების გადახედვა, მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის იურისტები აცხადებენ, რომ მათ კარგად შეისწავლეს ყველა დოკუმენტი, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება და ისინი აცხადებენ, რომ ფაქტობრივად არის უგულებელყოფილი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, დარღვეულია ძალიან ბევრი პუნქტი და მოთხოვნა ამ კანონის. საუბარი არის იმაზეც, რომ
რეაბილიტაციის ნებართვა არის გაცემული. ნებართვაში დაფიქსირებულია როგორც ძეგლში არსებული შენობის რეაბილიტაცია, მაშინ როცა 16 სართულიანი შენობის მშენებლობა ბულვარში ძეგლის რეაბილიტაციას ვერ ჩაითვლება და ამას ადგენს სწორედ კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. როგორც ხედავთ, აქცია განათლების სამინისტროსთან გრძელდება და აქ შეკრებილები მოუწოდებენ განათლების მინისტრს პარასკევისთვის უკვე მიიღოს მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება და შემდეგ დაიწყოს საქმის შესწავლა იმისთვის, რომ დადგინდეს მისი ქვემდგომი ორგანოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარასკევს განათლების მინისტრი და მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას პარასკევს, გაჟღერდება თუ არა ეს გადაწყვეტილება და დაიწყებს თუ არა ის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლას. აქცია გრძელდება, ჩვენ დაგემშვიდობებით და ახალი ამბებით შემდეგ ისევ შემოგვიერთდებით ჩვენს გვერდზე ბათუმელები ჯიზე.